მას ქვია ტურაული სხვადასხვა. ეგეთი კონცერტი ცხოველების ზოგადად. საკუთრებით ტურების მე მგონი არ მოგისმენია. ხამე? საღამო ხანს. ამ დღიურებშიც წერს. ჩაგელამ მითხრა იქ ხო ხამე გაათიეს და დედას ეძახდიო ხამე. და მე ვიცი ხშირად ქონდა სიზმრები და კომუნიკაცია. საერთოდ ეს ბოლო ზაფხული, წანამარა იმ დღიურებშიც უწერია და ბოლო ზაფხული მართლა სავსეა აი იმეებთან ურთიერთობით, ვინც უკვე იმ ქვეყანას არის. იხსენებდა მუდმივად ამ ხალხს. ეს სიზმრებოდა და ეს სიზმრება ხანდახან ამ სიზმრებს აღწერს. მე საზრდოობდი მისი ფირფიტებით. მისი ფირფიტები იყო ეხლა მარტო ის კი არა რომ ძალიან უყვარდა სოფრონიცკი მაგალითად. ეს პიანისტი რომანტიკოსებს უსმენდა ბევრს, მაგრამ ძალიან უყვარდა ბახი, ამიტომ ცალკე რიხტერის და ცალკე გულდის შედარებითი მოსმენებიც ჰქონია, შემთხვევია. ხიარულებაში წარამარა გვახსენდება ყველას ის 51 კაცი რომელიც ეხლა ციხეშია და იქ ხდება ახალწელს და ერთი 5 წუთი დავუკრათ და მათზე ვიფიქროთ ამ დროს.